წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ვარ და აქ ტურისტების შემოდინება ხმაური იმიტომ არის. სიდონის წევრები ჩვენ მოვითხოვთ უფლის მოსვლას და ვთხოვთ მამაზეციერს ყოველ შაბათ დღეს 12 საათზე ეკლესიაში ვანთებთ სანთელს და ვებედრებით უფალს რომ მალე მოვიდეს უფალი მეორედ მოსვლის თხოვნა იწყება. ასე რომ შეგიძლიათ ნებისმიერ თქვენგანს რომელიც ხართ ეკლესიასთან ახლოს შეხვიდეთ ეკლესიაში და მოიხმოთ უფალი. ეხლა მე დავანთებ სამ სანთელს და სამი სანთლის ძალით ესე იგი ერთ-ერთი ქალბატონის ხილვის თანახმად მთავარანგელოზი მიქაელი და გაბრიელი ასევე მთავარანგელოზი რაფაელი არიან დიდ განსაცდელებში და დიდი ბრძოლები მიმდინარეობს ასტრალურ სამყაროში, სადაც ჩვენთვის თვალხილულად ჯერ არ არის ეს ბრძოლა გადმოდინებული, მაგრამ როგორც ჩანს მთავარანგელოზი რაფაელი იმდენად საჭირო გახდა რომ ჩართულიყო ბრძოლაში, რომ მთავარანგელოზი რაფაელი ჩაერთო ამ ბრძოლაში, რომელიც გამართული არის ზეციურ ძალებს შორის და რაფაელი იყო ფრთებ დაჭრილი. როგორც ამ ქალბატონის ხილვაში მთავარანგელოზმა რაფაელმა მოგვიწოდა ჩვენ, არის ის, რომ არის ძალიან დიდი ბრძოლა, რომლის მიხედვითაც რაფაელს სჭირდებოდა ის სინათლე ჩვენგან, ის ძალა, რომ ის ასულიყო კვლავ ზეცად, რომ გაეგრძელებინა ომი. ამიტომ გადავწყვიტე, რომ სამი სანთელი დავანთო, ერთი მთავარანგელოზ მიქაელის სახელით, ერთი მთავარანგელოზი გაბრიელის სახელით და ერთი მთავარანგელოზი გაბრიელის სახელით. ესე იგი, აქ მე ასათი ვერ ვნახე, თუმცა არის ასათი და არ იქნება. ვნახოთ. უფალ იესო ქრისტეს, ასევე მამაზეციერს ხო? ამ ქალბატონის თქმით, მამაზეციერი არის ძალიან დამწუხრებული. მას აქვს ესე იგი სახე, რომელიც უკვე ტირის, ანუ ტირის მამაზეციერი და მისი თქმით იყო ასეთი გზავნილი ჩვენ დამი, რომ არსებობს ერთი გაფრთხილება, თუ არ გაერთიანდა ის ნათელი წერტილები და ნათელი სულები, რომლებიც ამ დედამიწაზე ჯერ კიდევ დარჩენილები არიან, მაშინ მოხდება დიდი აფეთქება, რომელიც იქნება იმის ნიშანი, რომ ეს დედამიწა უნდა განადგურდეს. თუ რატო ხდება ეს ბრძოლა, ხო, განადგურდება და დანახშირდება მთლიანად ეს დედამიწა. თუ რატომ ხდება ეს ბრძოლა, მეგობრებო? პასუხი ასეთი იყო, რომ ბოროტი ძალები ცდილობენ დედამიწის ხელში ჩაგდებას და დედამიწიდან არ მიდის ის სიგნალი, რომ მამაზეციერმა ეს დედამიწა გადაარჩინოს, რადგან ნათელი სულები ვერ ერთიანდებიან. აქედან გამომდინარე, თუ კი ნათელი სულების გაერთიანება არ მოხდება, აბსოლუტურად ყველაფერი განადგურდება და იმ იუდეველებსაც, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ აი ამ ჯვრის პორტალიდან ჩავლენ სადღაცა ჯურღმულში მიწის ქვეშ და იქ გადარჩებიან, დაივიწყონ რამე თუ მთლიანად დედამიწა, როდესაც მოხდება ეს დიდი აფეთქება, განადგურდება, დანახშირდება და ეს ხალხი, რომელიც უკვე არსებობდა ჩვენს ისტორიაში, მიწის ქვეშ დანახშირებული ხალხი, ნაპოვნი იქნა. ასე რომ ეს ხალხი, რომლებიც ცდილობენ და თვლიან, რომ ამ დედამიწას ხელში ჩაიგდებენ, მთლიანად დანახშირდებიან. იქნებიან ეს იუდეველები თუ ანტიქრისტეს წარმომადგენლები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველანი განადგურდებიან და თუ ეს მათ არ სურთ, მაშინ ნება იბოძონ და მისცენ ნათელ ძალებს გაერთიანების საშუალება. ეხლა მე დაგემშვიდობებით და ჩვენ ყველამ ერთად რომელი საათია? აი 2 წუთში ჩვენ ყველა ერთად ვილოცებთ
ვილოცებთ იმისათვის, რომ მოვიდეს მალე უფალი იესო ქრისტე. ჩვენ ვიხილოთ უფალი იესო ქრისტე. ეს იმას ნიშნავს, მეგობრებო, რახან ჩვენ უფალი იესო ქრისტეს ვიხილავთ, ესე იგი დედამიწა გადარჩენილია. თუ ჩვენ უფალი იესო ქრისტეს ვერ ვიხილავთ, ესე იგი დედამიწა უკვე დანახშირდება და გადარჩენის რა მოგახსენოთ ფიზიკურ სამყაროში, თორე მატერიალურში, თორე ისე გადარჩენით ყველა სული გადარჩება, ვინც ღმერთში გაერთიანებულია. სულ რაღაც ერთ წუთში ვილოცებთ ერთად. ასე რომ გავთიშავ, მეგობრებო, და თქვენ ზავით სახლებში დაანთეთ სანთელი 12 საათზე, ზუსტად 12 საათზე მოდი ჩვენთან უფალო ვთქვათ და შემდეგ მამაო ჩვენო. გაგოცეთ აბა დაგემშვიდობებით.